საუნოზურებიშვილმა იცის რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ხო მაკრონთან დადის ხოლმე სულ ევროპაში დადის ხოლმე უგლებია რომ მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი აი ტრამპთან რომ მივიდა აი ნოტრდამი რო გაისახა ხო ტრამპთან რომ მივიდა ტრამპს რო უთხრა რომ საქართველოსდან ვარო ტრამპს რა გაახსენდებოდა პირველი დონალდ ტრამპს გაახსენდებოდა ის დღე როცა ბათუმში იყო და როცა ტრამპ-ტავერის გახსნა უნდოდა და რა აი ჩემთვის ეს არის უბრალოდ აი შოკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რომელიც ამბობს რომ მე უნდა ევროპასკენ წავიყვან ამ ქვეყანა მე უნდა წავიყვან საქართველოს დასავლეთისკენ ევროკავშირში ნატოში არათავისუფლებს იმ ადამიანს ვინც ეს ყველაფერი დაიწყო ვინც შექმნა მას ჰქონდა ესეთი ვერსია რომ თითქოს მისი შეწყალების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნებოდა თავისუფალი ამ ვერსიაში არსებობს რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ შეწყალებას აზრი ჰქონია იმიტომ რომ ამ შეკრებითობით მიშას 12 წელს ნახევარს ვერ მიუჭიდნენ მას რომ საქმეების შეწყალება ქონოდა მიღებული პრეზიდენტისგან ეს ერთი მეორე არის ის რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება და მივიღებდით მესამე და მეხუთე პრეზიდენტის ტანდემს და მე დარწმუნებული ვარ რომ უფრო ძლიერი იქნებოდა ამით საპროტესტო მოძრაობა იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას და საუნოზურებიშვილს შორის ბევრად უფრო მკაფიო ხიდი იქნებოდა რა მორალური სიცხადე შევიდოდა ამ პროცესში და მესამე არის ის რომ ეს იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იმ სტანდარტის ჩვენება რომ თუ კი ქართულ ცნებას თხოვ რატო არასრულებ ევროკავშირის რეზოლუციებს და მოწოდებებს ზუსტად იგივენაირად მოუწოდებდნენ მასაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და უგულებელყო და ივანიშვილისთვისაც გზავნილი იქნებოდა ეს რომ ოპოზიცია არის ერთიანი ამ პოზიციაში სამწუხაროდ მან ეს არ გააკეთა და ჩემი ღრმა რწმენით კონსპირაციაში რო არ შევიდეთ ჩემი ღრმა რწმენით რასაც ის ღია დაფიქსირებს ეს არის მიხეილ სააკაშვილთან მისი მიუღებლობიდან გამომდინარე და როდესაც ესეთ ბრძოლაში ვართ მიშას ეს უნარი აქვს რაც წინა საარჩევნოთაც დააფიქსირა ხო საერთო სიაზე მოწოდებით სადაც მზად იყო რომ 5 ნომერის დაეთმო ნაციონალური მოძრაობის სახელის დაეთმო ოღონდ ოპოზიცია ერთიანი ყოფილა ამ დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებს ძალიან უჭირთ საკუთარი ინტერესების გვერდით გადადება და სახელმწიფო ინტერესით აზროვნება და ამ თვალსაზრისითაც უსამართლოდ ექცევიან როგორც ნაციონალურ მოძრაობას ისე პერსონალურად მიშას